აზაზე რა უკვე შეგიძლიათ გააჩეროთ ხოლმე რენდერი. ან რავი 100-ზე შეგიძლიათ, მაგრამ 200 კაიო. აი ხა stops რო დავაწვევი. მე რეიწყებს denoising-ს კიდე რა, ის წეღანა ჩავთვით. და ეს denoising-ი უკრობს წერტილებს. და ბოლოს მიიღებთ ანუ ესეთ გაწმენდილ რენდერს. აი ხო მიდის შენი რენდერი რა და აქ ხო აქვს stop ან აი ეს კილაკი. და მაგას უნდა დავაწყო. და ანუ მოსჯერო მოსია და შენ ხა stop დავაწყო რა. და მე იწოს denoising. და denoising-ი აქვს მაგ წერტილებს. გაგზავნები შეგვიძლია ისე მე. არა, მე ისე თავი დავიწყე. დავიწყო, როგორ დავაჩერე. ეხლა რა ვქნათ, ანუ ეს ვისაც აქ ხრიჭო და რაღაცეები გავასწოროთ მოკლედ. ანუ აი ეს და ეს ავიღოთ ხა, ჭერი და ეს ზედა ავეჯის რაღაც. და ანუ აი ესე მივადოთ. აი ძალიან ცოტა ხრიჭო რო ქონდეს. მე კამერაში რო ვართ ისე, ანუ ეს ქვედა ისინი ჩამოვწიოთ, რომ აქ ტელევიზორიც დავაყენოთ. რაღაც ეს. ეხლა რო დავარენდერებთ, აი ესე რო იჯდეს რა. აი პატარა ხრიჭოსავით რო ქონდეს ზემოთ და ეს ქვემოთ რომ მოდიოდეს. ბოლომდე არ მივიყვანოთ. ბოლომდე არა, ანუ ეს დავაპატარა. ეგ რა. ის ჩამოსწევი. ანუ კამერიდანაც შეგიძლიათ. ანუ ეხლა კამერაში ვარ. და ანუ აქედან შემიძლია რაღაცები ვცალო რა. просто ანუ ხედს ვერ შევიცვლი ხარ. ჯობია პერსპექტივაში ვცალოთ ესეთ რაღაცები. აი, ეხლა თუ პერსპექტივაში ხართ და ანუ თუ აი ესე ხართ და ვერ ხედავთ რაღაცების პერსპექტივაში, აი შეგიძლიათ აი ამ ხილაკით პერსპექტივის აი უკან გამოწიოთ და ეხლა უფრო კარგად დაინახავთ. ანუ ოთახის შიგნით ხოლმე ვცვალო ეხლა რაღაცები რა. და აი აქაც შემიძლია პერსპექტივის ის დავიყენო როგორც მინდა. და ანუ ცოტას გამოვწევრო, კარგად დავინახო რაღაცები, რომ აი ესე არ გავიდე ხოლმე რა. ხო და ეს ანუ შეგიძლიათ ეს ორი ობიექტი იზოლირება გავუკეთოთ.
და გვერდხედიდან კარგად დასვათ თქვენი ზედაპირი. გავაკეთეთ? ხო, მე რო ამას რო ვიზამთ, რენდერზე გავუშვით ისევ. ანუ ეს ქვედა ზედაპირიც ოდნავ ზემოთაც წერით, რომ ქვედა ხრიჭაც დავუტოვოთ. და ხო, გავუშვით რენდერზე. რენდერის დროს ზედაპირს შევცვლით, ხო? ხო, აი ხა გაჩვენებთ რენდერის დროს რის შეცვლა შეგიძლიათ. გავუშვით? კი. ხო, აი აქ რენდერი რო გაეშვა, ხა აქ არის პოსტი ქვია ესეთი პირველივე თაბი არის. და აირჩიეთ ეგ. და აქ არის tone mapping. პირველი ეს simple exposure არის, ანუ აი ამას რომ მოუმატო, ეხლა მთელი სცენის განათებები, აი ყველაფერი ერთად იმატებს. და ან იკლებს, რავი, როგორც გაწყობთ მომენტში, მაგრამ ანუ ეს ძალიან არ უნდა შეცვალოთ ხოლმე რა. აი სადღაც 2-ზე მეტად არ უნდა შეცვალოთ ალბათ. ხო, ეგ ფანჯრა ჯობია განათებები არეგულიროთ ვიდრე აქედან რა. ჩეთ. ხო, ანუ ეს ძაი ეს 10-ზე არ უნდა იყენოს მოკლედ ეს. უნდა იყენოს ან 1-ზე, ან -1-ზე, ან რაღაც ეგეთზე და თვითონ განათებები უნდა არეგულიროთ სცენაში. ხო, მეორე არის white balance ქვია. ამას ახლა მე თუ 6500 ჩავწერ, ანუ უფრო თბილი არის ყველაფერს. თუ დავუშვათ დავაკლებ და 5000 ჩავწერ, უფრო ცივ ტონებში მივდივარ. და რავი, ეს თქვენი რენდერის ხასიათის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელზე დააყენოთ. 5500 სიმბაკლე ახლა დაყენებული. შემდეგ ეს არ გჭირდება. ხო, ეს არის კონტრასტი. კონტრასტი არის კონტრასტი. შეგიძლიათ 2-ზე დააყენოთ, ან 3-ზე. Saturation არის ფერები, უფრო რო აღიქვას, ან არ აღიქვას. ხო, ეს axis of-ი დააყენეთ 1-ზე. რო აი განათებები გადამწვარი არ იყოს. ანუ ეხლა ძალიან ანათებს აი აქ რაღაცა. ამას რო ჩავთავ და 1-ზე დავაყენებ, ისე აღარ ანათებს. ხო, კიდე აქ შემიძლია აი რაც მინდა ის დავამატო. აი აქ პლუსი ხო აქვს თქვენთანაც. ამ პლუსს რო დავაჭერ, აი აქ არის ჩამონათვალი სხვადასხვა რაღაცეების, რაც შეგიძლიათ რომ აი აქ მიამატოთ და აი დავუშვათ loot რო აწერია. აი დავამატოთ ეს loot-ი. და რა შვება ახლა ეს loot-ი? ესე ჩამოვშალოთ ეს პატარა ღილაკი. loot-იც მონიშნოთ. და აი აქ არის სხვადასხვა, ну, აი ფილტრებისავით არის რა, როგორც Instagram-ს ან რაღაც ფილტრები აქვს. აი შემიძლია ხასიათის მიხედვით რომელიმე ის ავირჩიო აქედან. რომელიმე ფილტრი. დავუშვათ აი ეს ქვემოდან Adam რაღაც Adam Porta 800. ანუ ქვემოთ ჩამოსკროლეთ და მერე ზემოთ არის 800 აწერია ბოლოში. და ეს აირჩიეთ. და ხო, აქ არის opacity, ანუ რამდენად დაედოს. 0-ზე არ ედება საერთოდ და 1-ზე, ანუ 100% ედება. და იყოს 0.6-ზე სადაც. ხო, კიდე.
აქ გვაქვს ბლუმენ გლეარი. ამას რო ჩავთავთ ხა, ანუ ხედავთ ხო, აქ რაღაცნაირად მზის სხივები ცოტა კაშკაშებს ავით. ანუ რო გავთიშავ, არ გარშ კაშკაშებს. ესეთ შეგიძლიათ ჩავუხდოთ. და აქ არის ანუ რამდენად იყოს ეს რა, ბავშვად 10-ზე ან 2-ზე. რამდენად გინდათ რომ იკაშკაშოს და დავაყენოთ 5-ზე ალბათ სადაც. Sharpening ეს არის და denoising-ი თავისით არის ჩართული. ხო, მოკლედ ეს არის აი ამ რენდერის პარამეტრები რა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს რენდერის გაწყობის მიხედვით ცვალოთ ხოლმე. აქ აქვს states, ანუ რა ხდება, noise რამდენია და ანუ გეუბნებათ თქვენი რენდერი როგორ მიდის. შემდეგი არის history. გადადით history-ში. history არის აი ახლა მე რომ ამას პლუს დავაჭირო აქ. ანუ აი ეს შემენახება history-ში. ვთქვით, ეხლა დავუშვათ აი რაღაც შევცვალო მე აქ. დავუშვათ ამას ეხლა ესე შევცვალო. ან რაღაცას ფერი შევცვალე ან რაღაც. ეხლა ამას რო დავაჭერ აქ. შემიძლია უცებ შევადარო რა, რომელი უფრო მომწონს. ვთქვით ხო, ან history-ში რაში ვიყენებთ. ხო, მე არის light mix. Light mix-აც ანუ მე თითქმის სულ light mix ვიყენებ. და ახლა აგხსნით ანუ light mix-ი რა შუა. light mix-ი რა ანუ ძალიან ბევრი რამის ხო არ ხსნი ერთ ლექციაზე დაიმახსოვრა რა. light mix-ი რა შუა ახლა მაგას აგხსნით. ანუ აი აქ render setup-ში გადავიდეთ. ეს გამოიწვევთ თუ გამოვიდეთ. ხო, rendering-ი შეგიძლიათ ახლა გათიშოთ. გადავედით render setup-ში. ხო, და მე არის ბოლო render elements group. და აქ აქვს add. დავაწვეთ ამ add-ს. და ანუ ეს არის სხვადასხვა ფენები ამ ჩვენი render-ის, ანუ ზოგი არის განათების და ზოგი ჭრდილების და რაღაცების და მე ხომ მაინტერესებს აი light mix-ი. უნდა მოვძებნო აქ და ის light mix-ი დავამატო მოკლედ. ნახეთ ქვემოთ არის light mix-ი. და ანუ OK-თი უკვე light mix-ი დავამატე რა ჩემს ამ 3D ფაილს. მაგრამ light mix-ი რო ვამუშაო ამისთვის უნდა დავამატო ასევე light select-ები. აი light mix-ის ქვემოთ არის light select. და ანუ რამოდენიმე light select-ი დავამატებ. დავუშვათ 3. ანუ ერთი light mix-ი მაქვს და 3 light select-ი. ხო. ახლა ეს როგორ უნდა ვამუშაო რა? light select-ი უნდა ავირჩიო რომელიმე. ხო, პირველი ავირჩიოთ და ქვემოთ რო ჩამოვსკროლავ. აქ აქვს ესეთი include environmental light. და აი ეს მოვნიშნოთ. ეს და ამას დავარქვათ ან light select-ის აი name ხო წერია აქ. მაგაში დავარქვათ environment. ანუ ეს light-ი უკვე აკონტროლებს environment-ის lights რა. მე ახლა ჩამოვიდეთ ქვემოთ მეორე light select-ზე და ამას დავარქვათ sun, ანუ ზე დავარქვათ. და ზე უნდა დავამატოთ ახლა ამაში. აი მზეს ხო ავირჩევ ახლა. და ესეც ხო არჩეული მაქვს აქ. და აი პლუსით დავამატებ ზეს. ანუ აქ უნდა ჩავარდეს ჩემი კორონა sun. მოიცავდი რომ გააკეთებ.
ხო, ანუ მეორე environment კი არა, light select ხო ავირჩიე მეორე. ჯერ სახელი დავარქვი მზე. მერე ჩემი მზე ავირჩიე და აი აქ პლუსი რო აქვს. აი ამ პლუს დავაწვევი და აქ ჩავარდეს უნდა მზე. ჩავარდა ხო? არა. ანუ მზე უნდა მონიშნო ჯერ რო ჩავარდეს. მერე environment ან light select-იც მონიშნული უნდა ქონდეს და პლუსით ჩავარდები. ახლა იმიტომ რომ შეიძლება რენდერინგი ის ისე რენდერინგი გატიში. რენდერი გატიშეთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ, თორემ რენდერზე როცა მიდის, ვერაფერს ვერ გააკეთებთ სცენაში. ხო, კარგი. მერე ჩამოვიდეთ მესამე light select-ზე. და ამას დავარქვათ თავშად დამხმარე განათება. ანუ ამ სახელებს ეხლა მიხვდებით რატო ვარქვენ რა, რაში გამოგვადგება. მე დამხმარე განათება დავარქვით მაგას. გადავიდეთ ანუ პერსპექტივში და მოვნიშნოთ. აქ აქვს ესეთი ოპშენი რა, 3D max. აი აქ ხო წერია selection-ში all. შეგიძლიათ ეს ჩამოშალოთ და აირჩიოთ მხოლოდ lights. ეხლა აქ რასაც არ უნდა ვაჭირო, ანუ მარტო light-ებს მომინიშნავს. ხვდით? ანუ მონიშნისთვის მონიშნა რომ გამიმარტივდეს რა რაღაცეებს, სხვა რაღაცები ვერ მომინიშნოს. ასევე შემიძლია ეს კამერაზე დავაყენო ან სხვა რაღაცაზე. ხო, ამ შემთხვევაში light-ზე დავაყენებ და აი ეს ორი light-ი კონტროლით ორივე მონიშნეთ. ანუ რაც ფანჯრებზე აყენია ეს ამ ორზე მომნიშნეთ. და აი ამ დამხმარე განათებებში ჩავაგდოთ ესე. ჩავარდა ხო ორივე. კარგი. გავთიშოთ ახლა ეს ჯერჯერობით. გადავიდეთ ისე კამერაში და გავუშვათ რენდერზე ახლა ეს. გაიშვა ხო რენდერზე. ხო, ახლა უკვე ეს light mix-ი რო გადავიდე აი აქედან. შემიძლია აი ეს ჩამოვშალო beauty რო აწერია, ხედავთ? და ანუ alpha არის ეს, ანუ layer-ებია ეს სხვადასხვა. environment-ის განათება ეს არის, მზე ეს არის და დამხმარეები ეს არის. ჩვენ გვაინტერესებს ახლა light mix-ი რო ავირჩიოთ. ანუ ავირჩიოთ ეს light mix-ი. და ხედავთ რომ აქ ჩამოწერილი მაქვს ჩვენი ისინი რა, რაც დავარქვით environment-ი, მზე, დამხმარე და rest-ი არის სხვა დანარჩენი. ეხლა მე შემიძლია რომ დავუშვათ ეს environment-ი საერთოდ გავთიშო აქედან. ან შემიძლია მზე გავთიშო რა. ანუ მიხდით ხო ამ
ამას ვერ ვაკონტროლებდი წინაზე, light mix სანამ არ მქონდა. შემიძლია შავად არის? კაი, ნახავთ, მაგას. ხო, შემიძლია ეს დამხმარეები დავთიშო. შემიძლია რომ თუ ფიქრობ რომ ნაკლები სინათლეა და მეტი უნდა შემოვიდეს, დავუშვათ environment-ს მოუმატო 2-ზე. ან 3-ზე რა. ან პირიქით, თუ მგონია რომ ზედმეტი სინათლეა, შემიძლია აქედან დავაკლო. მოკლედ, აქედან შემიძლია ფერიც დავუშვათ ზე რა. კი არა, environment-ის შემიძლია ფერიც შევცვალო, მოხდით, ანუ თბილიდან ცივისკენ წავიყვანო. ან light mix-ი არის ის, რომ ჩემ განათებებს ყველაფერს შემიძლია შევიტანო აქ, დახარისხებულად და აქედან ვაკონტროლო უცებ რა. ანუ ყოველ ჯერზე რომ სათითაოდ არ ვცვალო იქიდან არ ვაწყაპუნო, ანუ შემიძლია აი აქედან ფერი, ტონი, ყველაფერი შევცვალო. ხო, ეს არის მოკლედ light mix. ნუ რენდერის შენახვა თუ მოგინდებათ. ანუ ხო გავაჩერებთ ამას, მე denoising-ი უნდა მორჩეს, უნდა დაელოდოთ. და შემდეგ აქ აქვს პირველივე არის sale. და აქ აირჩევთ სასურველ ფორმატს, JPEG-ს მაგალითად და შეინახავთ ამთან რენდერს, სადაც მოგინდებათ. ნუ ჯერჯერობით ასეთი რენდერი არის მატერიალების და რაღაცების გარეშე. ხო. კაი, რამე კითხვები გაქვთ ხა რაც ახსენე მაგასთან დაკავშირებით. ეს ლაიტზე რო გაქვთ გადაყვანილი, ხარდა გავიწყეთ, რომ ისე უკან 2-ზე დააყენოთ, თორემ მე ვერ მონიშნავთ ვერაფერს. ეს უშენ ახლოს რენდერინგი და გავაჩერე, ხო, ალბათ? ხო. ანუ უნდა მორჩეს და მე სადღაც 150 ფაზაზე, უნდა 100-ზე მაინც უნდა იყოს. ხო, ანუ არა უშავს ეს პროსტა შევინახეთ, რომ გაჩვენოთ, თორე ანუ ეს რენდერი არც გვინდა, რავი, არაფერი არ ეჭირა. მარტო განათებები გვაქვს დაყენებული. ხო, დღეს რა ახსენით კიდე, რომ გავიარო თავიდან. ხო, ესე იგი ახსენით, განათებები, კორონას განათებები, ზე არის ეს და აქვს სხვადასხვა ფორმები. სეტინგები ამ განათებების, კიდე ის, რომ ES ლაითები შეგიძლიათ დაამატოთ. კიდე ის, რომ შეგიძლიათ target-ით გახადოთ ეს განათებები. ხო, მე კამერის დაყენებაც ხო ახსენით. აუშვათ ახლა სხვა კამერაც. ხო, ეხლა თუ მომინდა რომ კიდე სხვა კამერები დავაყენო, ანუ შემიძლია ან თავიდან დავაყენო, ან შემიძლია ეს კამერა უბრალოდ დავაკოპირო. აი დავუშვათ მინდა რომ აქედან იქით იყურებოდეს. აი შემიძლია ესე rotate-ი shift-ით გავუკეთო რა. და უკვე მეორე კამერაც დაყენებული მაქვს, მივხვდით ხო?
და ეხა C-ს რო დავაჭერ, ანუ C არის იგივე ეს რო ჩამოვშალო რა კამერის ისე. ანუ შორტკატი არის C. C-ს რო დავაჭერ, ანუ უკვე მარჩევინებს რომელ კამერაში მინდა რომ ჩავშდე. მეორე არის ეს. ან პირველში რა. ხო, მოკლედ კამერების ეგ არის. მე ახსენით ეს რენდერინგის სეტინგები, აი აქ პოსტში რაც არის. აი ხა ეს რომ 6500-ზე დავაყენო, ვაფშე ანუ უფრო თბილი რენდერი გამოჩნდება რა. ანუ ეგ თქვენზე არის დამოკიდებული, როგორი ატმოსფერო გინდათ რომ შეგქმნათ. ანუ ძალიან არ უნდა ანუ ხა რაღაც 3000-ზე არ უნდა დავაყენო ეს რა, იმიტომ რომ არარეალურ ფერებში წავავყო. მიხვდით ხო? ხო, აქ შეგიძლიათ რაღაცები დაამატოთ, ანუ კონტრასტი და მსგავსი რაღაცები, curves, რაც Photoshop-საც აქვს. და ხო, ლუთი არის, აი რაღაც ფილტრებივით რო ედება. ნუ მე ძირითადად ამას ვყავ ხოლმე. ამ ლუთს. შემდეგ Lumen Glare-იც გავიარეთ, რა იყო? ეს სიკაშკაში ამ განათებების. მაგრამ ანუ ძალიან არ უნდა კაშკაშებდეს, რომ ეს არის არარეალურობით რო არის. და denoising-ი ჩართული გვაქვს, ანუ ამას აქედან შემიძლია გამოვიხსნათ, მაგრამ ანუ ჩართული იყოს. და ხო, plus light mix-ი კიდე. კარგი, ახლა სახლში თქვენ რა უნდა გააკეთოთ, ანუ ეს ყველაფერი რაც აქ გავაკეთეთ, სახლშიც გააკეთეთ. და plus, ანუ თქვენ ხო ეს რენდერები გაქვთ? აი ეს რენდერები ხო გაქვთ? არა. კაი, მე ხა გამოგიგზავნით ამ რენდერებს. და აი ეს ხედი დაიჭირეთ, ანუ მარტო ამ კამერაზე იმუშავეთ, მოკლედ ეს ხედი ხო გაქვთ. და აქ დაამატეთ, დავუშვათ ფარდები, ანუ რასაც ხედავთ, შეეცადეთ, რომ ეგ რაღაცები დაამატოთ. ანუ ობიექტი, ის სამი საიტი ხო გითხარით? საიდან ხო. აი დავუშვათ, შევალთ ახლა ამ საიტზე და ხო, ანუ დავუშვათ მინდა რა, ანუ მაგიდა ხო გვაქვს უკვე. აი დავუშვათ armchair-ს გამოწერა მინდა რომ armchair-ები გამოვწერო. შევალ furniture-ში და აქ არის armchairs. ხო. და რა ვიცი, თქვენ ანუ რომელიც ოღონდ free-ში უნდა გადახვიდეთ. ანუ ესენი ფასიანები არის. სადღაც აქვს აქ მითითება რომ free იყოს. ხო არა, ეს არის უბრალოდ ამათი ფასი რა. ეს ყველაფერი დასკამები ესენი? რა? რეალურად იყიდება? ხო. ანუ ყველაფერი free არის ამ საიტზე ხა გამახსენდა. აი დავუშვათ თქვენ რომელიც მოგეწოდებათ თქვენი გემოვნებით, აი დავუშვათ რა რაღაცას ეს მოეწონა ხო? ობიექტის ჩაგდება გასწავლეთ? კი. ხო. ანუ გადმოწერთ ამას კიდევ ერთხელ გავიგე. ესე გადმოწერთ. რა რომელიმეს ეს ყველა ობიექტი zip ფაილით გადმოიწერება, ხო? ხო. მე ამას ამოექსტრაქტებთ. და აი აქ 3D Max-ში შეხვალ და არის კორონა და ვირეი, ანუ ვირეი არ გვინდა, კორონა გვინდა ჩვენ. შემდეგ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ აქ აქვს import და აქვს merge. File, import, merge. და შეგიძლიათ ახლა მოძებნოთ ეს თქვენი ახალი ფაილი 3D Max-ი და აი ეს კორონა მიუთითოთ. და ჩაგიგდებთ ამას სცენაში. და შემდეგ ანუ
დასვამთ, აი ამ რენდერის მიხედვით დასვამთ. დავუშვათ ეს აქ, მერე გადააკოპირებთ. და მეორე გზა, ანუ რაღაცების შემოგდების არის, ანუ ესე ორივე ის უნდა გახსნილი გქონდეთ. და პროსტა ეს უნდა გადააგდოთ აქეთ და merge მიუთითოთ. და თვითონ ჩააგდოთ. კაი, მაშინ მე რენდერებს გავგიგზავნით. და ანუ შეეცადეთ, რომ აი დაახლოებით, ანუ ზუსტი გამეორება აუცილებელია, მაგრამ დაახლოებით ესეთი რაღაცები რო ჩასვათ. ნუ აი ამ განათებებს ნუ ჩასვამთ და რაღაცებს შემდეგზე გავვლით მაგას. იმიტომ რომ უნდა ამოჭრათ რაღაც. აი შეგიძლიათ